34 ამოცანა. როცა აირის მოცულობა შეამცირეს 10%-ით და ტემპერატურა გაზარდეს 16 კელვინით, მისი წნევა გაიზარდა 20%-ით. გამოთვალეთ აირის საწყისი ტემპერატურა. ესე იგი, მოცულობა შეამცირეს 10%-ით, ესე იგი V2 არის V პირველს მინუს 0.1 V პირველი, ანუ ეს გახდა 0.9 V პირველი. ტემპერატურა გაზარდეს 16 კელვინით, ესე იგი T2 არის T პირველს პლუს 16 კელვინი. წნევა გაიზარდა 20%-ით, ესე იგი P2 არის P პირველი პლუს 0.2 P პირველი, ანუ 1.2 P პირველი. უნდა გავიგოთ საწყისი ტემპერატურა. T პირველი არის კითხვის ნიშანი. აქ სამივე პარამეტრი იცვლება. ამიტომ შეგვიძლია გამოვიყენოთ კლაპერონ-მენდელეევის განტოლება. ესე იგი, უпростоროდ კლაპერონის განტოლება P1, V1 შეფარდებული T1-თან არის P2, V2 შეფარდებული T2-თან. შევიტანოთ აქ P2, V2 და T2. P1, V1 T1-ზე უდრის P2 არის 1.2 P1, V2 არის 0.9 V1, ხოლო T2 არის T პირველს პლუს 16. P1 P1-თან გაიკვეცება, V1 V1-თან გაიკვეცება და გვექნება ეგეთი რამ 1.2 გამრავლებული 0.9-ზე T1 უდრის T1 პლუს 16. ეს T1 აქეთ გადავიტანოთ, ესე იგი T1 1.2 გამრავლებული 0.9-ზე მინუს 1 უდრის 16-ს. ეხლა ეს რო გადავამრავლოთ, რამდენი იქნება? ეს არის 8, ესე იგი 1.2 9-ზე რო გავამრავლოთ, ხო? ორჯერ 9 18, ერთხელ 9, ესე იგი 0, 1.08. T1.08-ს გამოკლებული 1, ეს გამრავლებული T1-ზე არის 16. ანუ T1 გამოდის 16 შეფარდებული 0.08-ზე. ეს არის პასუხი. 35 ამოცანა. ამოცანა. ცილინდრში დგუშის ქვეშ არის იდეალური აირი, რომლის ტემპერატურა 40 გრადუს ცელსიუსია. რა ტემპერატურამდე უნდა გავათბოთ აირი, რომ წნევა გაიზარდოს ორჯერ, ხოლო მოცულობა 1/2-ით. ესე იგი, ტემპერატურა T პირველი არის 40 გრადუს ცელსიუსი, P2 წნევა უნდა ორჯერ გაიზარდოს, ესე იგი P2 უნდა იყოს ორჯერ P1-ის ტოლი, ხოლო მოცულობა 1/2-ით. ესე იგი, იყო, რაღაცა V1, ამიტომ V2 იქნება V1 პლუს 1/2 V1-ის, ანუ ეს არის 9/2 V1-ის. რა
გვეკითხებიან რა ტემპერატურამდე უნდა გავათბოთ აირი. ესე იგი T2 არის კითხვის ნიშნის ტოლი. ესე იგი პირველ რიგში ეს T1 გადავიყვანოთ კელვინის სკალაზე, ეს არის 40 პლუს 273, ეს გამოვა 313 გრადუს კელვინი და აქ ისევ უნდა დავწეროთ კლაპერონის გამტოლება. P1 V1 შეფარდებული T1-ზე არის P2 V2 შეფარდებული T2-ზე. P1 V1 შეფარდებული T1-ზე მარცხენა მხარეს ყველა სიდიდეები ჩვენთვის ცნობილია. უბრალოდ P1 არ ვიცით, მაგრამ გაიკვეცება. ორჯერ P1, აქ უნდა V2 დავწეროთ, ესე იგი 9 V1, აქ იქნება T2. P1-თან გაიკვეცება, V1-თან გაიკვეცება და T2 უნდა დავადგინოთ აქედან. ეს 2 და 8 შეგვიძლია გავკვეცოთ, ესე იგი აქ 4-იანი იქნება. ხო, ესე იგი აქედან T2 ტოლი არის, ესე იგი 9/4 T1-ის ტოლი არის. კარგით, ახლა 36 ამოცანა. როცა აირის აბსოლუტური ტემპერატურა ორჯერ გაზარდეს, მისი წნევა გაიზარდა 20%-ით. გაიგეთ აირის მოცულობის ცვლილება. ესე იგი T2 არისო ორჯერ T1-ის ტოლი. წნევა გაიზარდა 25%-ით. ესე იგი P2 არის P1-ს პლუს 0,25 P1. ანუ ეს არის 1,25 P1. როგორ შეიცვალაო მოცულობა? შეიძლება თქვათ V2-ის V1-თან შეფარდება დავადგინოთ. ხო, წერთ ისევ P1 V1 T1-ზე უდრის P2 V2 T2-ზე. კიდევ ერთხელ დავწეროთ P1 V1 T1-ზე უდრის P2 არის 1,25 P1 V2 T2 არის ორჯერ T1. P1-თან გაიკვეცება, T1-თან გაიკვეცება და V2-ის შეფარდება V1-თან, ეგ იქნება 2 გაყოფილი 1,25-ზე. ესეთნაირად დავადგინეთ, როგორ შეიცვალა მოცულობა. ამდენ შეიძლება თუ ცვლილება გვაინტერესებს, V2 ხო არის V1 პლუს დელტა V. შეგვიძლია აქ შევიტანოთ და გვექნება V1 პლუს დელტა V გაყოფილი V1-ზე, ეს არის 2 გაყოფილი 1,25-ზე. სათითაოდ გავყოთ V1-ზე. 1 პლუს დელტა V V1-ზე არის 2 გაყოფილი 1,25-ზე. ანუ დელტა V V1-ზე ეს იქნება 2 შეფარდებული 1,25-ზე მინუს 1. ამას თუ 100-ზე გავამრავლებთ, მაშინ მივიღებთ პროცენტებში რამდენი პროცენტით შეიცვალა მოცულობა. მე-17 ამოცანა. ორ მხრივ დახშულ ცილინდრში თბოგაუმტარი ჯგუშით გაყოფილია 42 სანტიმეტრი სიგრძის ორ თანაბარ ნაწილად. ორივე ნახევარში არის ტემპერატურა 27 გრადუს ცელსიუსით. რამდენი გრადუსით უნდა გავათბოთ აირის ცილინდრის ერთ-ერთ ნახევარში, რომ ჯგუშმა 2 სანტიმეტრით გადაინაცვლოს. ჩავწეროთ ესე იგი პირობა,
ეს იგი L დგუშის სიგრძე არის ცილინდრის სიგრძე არის 48 სანტიმეტრი. საწყისი ტემპერატურები ტოლი არის, T1 უდრის, ესე იგი T2 და უდრის 27 გრადუს ცელსიუს თავიდანვე გადავიყვან კელვინებში. 27 პლუს 273 გამოვა 300 გრადუს კელვინი. ხო, თავიდან მოცულობები ტოლი არის, V1 უდრის V2-ს. და ჩვენ ერთ-ერთ მხარეს გავაცხელებთ, ისე რომ დელტა L გახდება 2 სანტიმეტრი. 2 სანტიმეტრით გადაინაცვლებს დგუში. რა ტემპერატურამდე უნდა გავაცხელოთო, ერთ-ერთი მხარეში, ესე იგი, თუ გნებავთ T1 შტრიხი დავუნიშნოთ ეგა. აი, მოდით დავხატოთ ესე იგი სურათი, ეს არის ეს ჩვენი ცილინდრი, ეს არის დგუში, რომელიც შუაზე ყოფს, ესე იგი, აი ამ ჭურჭელს. აი აქ ჩვენ გვაქვს აირი, რომლის საწყისი პარამეტრებია P1, V1 და T1. აქეთ მეორე დგუშის მარჯვენა მხარეს გვაქვს P2, V2, T2. თავდაპირველად ესე იგი ეს წნევებიც ტოლი არის, ესე იგი, იმიტომ რომ ერთნაირ მდგომარეობაში არის აირები, ესე იგი P1 უდრის P2-ს. მერე ესე იგი აი აქეთ ამ მხარეს გავაცხელებთ, ამიტომ დგუში გადაინაცვლებს, აი რამდენითაც გადაინაცვლა, ეს არის ესე იგი დელტა L, რომელიც არის 2 სანტიმეტრი. აქეთაც ვაცხელებთ, ამას არ ვაცხელებთ. ხო, ესე იგი, აქ ტემპერატურა გახდება T1 შტრიხი. ხო. ეხლა ჩვენ გვაქვს ფაქტურად ორი გაზი, ერთი დგუშის მარცხენა მხარეს არის, მეორე დგუშის მარჯვენა მხარეს არის. ჩვენ შეგვიძლია მარცხენა აირისთვის დავწეროთ P1, V1 შეფარდებული T1-ზე, ტოლია P1 შტრიხი, V1 შტრიხი გაყოფილი T1 შტრიხზე. ასევე მარჯვენა აირისთვის შეგვიძლია დავწეროთ P2, V2 გაყოფილი T2-ზე, არის P2 შტრიხი, V2 შტრიხი შეფარდებული T2 შტრიხზე. ეხლა როდის გაჩერდება ეს დგუში? რო გაჩერდეს, ამისათვის საჭიროა რომ საბოლოო წნევები მარცხნივ და მარჯვნივ იყოს ტოლი. ეს იგი P1 შტრიხი უნდა იყოს P2 შტრიხის ტოლი. ეხლა პირველ მარცხენა მხარეს დგუში რო გადაინაცვლებს, V1 შტრიხი გახდება V1 პლუს S გამრავლებული აი ამ დელტა L-ზე. ხოლო V2 შტრიხი იქნება V2 პლუს მინუს S გამრავლებული იგივე დელტა L-ზე. ესე იგი, ამისი მოცულობა მარცხენასი თუ გაიზარდა, რამდენითაც ის გაიზრდება, იმდენით შემცირდება მარჯვენა მხარეში. ხო. ეხლა ამის გარდა ჩვენ ვიცით, რომ V1 უდრის V2-ს და ეს შეგვიძლია წარმოვიდგინოთ როგორც S გამრავლებული L ნახევარზე. კარგით, ეხლა ეს შევიტანოთ ყველაფერი აი ამ განტოლებებში. ესე იგი, P1 S გამრავლებული L ნახევარზე, შეფარდებული T1-ზე, ტოლია P1 შტრიხი, S L ნახევარს პლუს დელტა L, შეფარდებული T1 შტრიხზე. ეხლა მეორე აირისთვის P2 S L ნახევარზე T2 უდრის P2 შტრიხი S L ნახევარს მინუს დელტა L, შეფარდებული T2 შტრიხზე. ეხლა ჩვენ შეგვიძლია გავყოთ ესე იგი ეს განტოლებები შემდეგნაირად, რომ მარცხენა მხარეზე გაიკვეცება და მარჯვენაზე. ეხლა რაც შეეხება მარცხენა მხარეში, აქ ეს სიდიდეები აბსოლუტურად ერთნაირი იყო, ამიტომ ამის შეფარდებები ერთს მოგცემს.
საბოლოო მდგომარეობაში ხლა ესენი რო გაიყოფა, ეს ამასთან გაიკვეცება, ესი ესთან გაიკვეცება და მივიღებთ ეგეთ გამოსახულებას. ერთიანი უდრის L ნახევარი პლუს დელტა L შეპარდებული L ნახევარს მინუს დელტა L აქ გვექნება T2 შტრიხი შეფარდებული T1 შტრიხზე. ეხლა ჩვენ რადგან აქეთ ამხარე რადგან მარჯვენა მხარე არ გაგვიცხელებია, ესე იგი T2 შტრიხი უდრის საწყის ტემპერატურას T2-ს, რომელიც T1-ის ტოლი არის. ამიტომ შეგვიძლია დავწეროთ საბოლოოდ, რომ T1 შტრიხი უდრის L ნახევარს პლუს დელტა L შეფარდებული L ნახევარს მინუს დელტა L გამრავლებული T2 შტრიხზე. T2 შტრიხი კი T2-ით შეგვიძლია შევცვალოთ, რომელიც ვიცით. აი ეს არის საბოლოო პასუხი. კარგით, ახლა 38 ამოცანა. ვერტიკალურ ცილინდრში, რომლის განიკვეთია 100 სმ², უწონადი დგუშის ქვეშ არის 12 გრადუს ცელსიუსი ტემპერატურის ჰაერი. დგუშის 60 სმ-ითაა დაშორებული ცილინდრის ფსკერს. რამდენით დაიწევს დგუში, თუ მასზე 100 კილოგრამი მასის ტვირთს დავდებთ, ხოლო ცილინდრში ჰაერი გათბება 12 გრადუს ცელსიუსამდე. ატმოსფერული წნევა ჩათვალეთ, რომ არის ნორმალური. მოცემულია, რომ ესი განიკვეთის ფართობი არის 100 სმ². ტემპერატურა ჰაერისა ცილინდრში არის 12 გრადუს ცელსიუსი. სიმაღლე ამ ცილინდრის არის, ესე იგი, 60 სმ და მასზე დავდეთ M უდრის 100 კილოგრამი მასის ტვირთი. ხოლო ტემპერატურა ეს T1 იყო, ხო? T2 არის, ესე იგი, 127 გრადუს ცელსიუსი. და გვეკითხებიან რამდენი დაიწევს დგუში. მოდი დელტა L-ით ავღნიშნოთ ეს, რამდენითაც დაიწევს დგუში. აი ესე იგი, ესეთი სიტუაცია გვაქვს ცილინდრი, აგერ არის დგუში, აქ არის ჰაერი არის ამაში მოთავსებული და ამისი საწყისი პარამეტრები ჩვენ შეგვიძლია დავადგინოთ. პირველ რიგში ვიცით, რომ ტემპერატურა T1 მოცემულია, ეს არის 12 გრადუს ცელსიუსი, გადავიყვანოთ კელვინებში. 12 + 273, ესე გამოვა 285 გრადუს კელვინი. თავდაპირველად, რადგან აი ამ დგუშს წონა არ აქვს, ესე იგი შიგნიდან წნევა და გარედან წნევა ერთმანეთის ტოლია და გარედან ატმოსფერო აწლევება. ამიტომ P1 ატმოსფერული წნევის ტოლი არის, პენოლით აღნიშნოთ ეს. ახლა რა მოცულობა უკავია თავდაპირველად აირს? ეს იქნება S-ი გამრავლებული L-ზე. L ეს არის. ეს არის L, S-ი არის ამის ფუძის ფართობი. ხო, ახლა შემდეგი მდგომარეობა, მეორე მდგომარეობა იქნება ესეთნაირი, რომ ამას როცა ტვირთს დაადებენ, ხო, ესე იგი ეს დაიწევს ძირს, იმიტომ რომ წნევა ზეიდან გაიზრდება, თან ამისი ტემპერატურა შეიცვალა, გახდა T2, რომელიც არის 127 პლუს 273, ისევ კელვინებში გადამყავს 0 და 400 გრადუს კელვინი არის. ახლა მოცულობა V2 არის S-ი გამრავლებული Lx-ზე. აი ეს აღნიშნოთ Lx-ით. ახლა ამისი წნევა უნდა დავადგინოთ. იდეა იგივე არის, რომ ქვევიდან წნევა უნდა უდრდეს ზევიდან წნევას. ზევიდან რა აწვება? P0 პლუს mg შეფარდებული S-ზე. და ამის ტოლი არის P2 წნევა. ყველას იდეები ცნობილი გვაქვს ჩვენ ესე იგი და ახლა ჩვენ რომ ბოლოში დელტა L-ს გთხოვენ, L-ს გამოვაკლებ Lx და ეს იქნება ის რამდენითაც დგუში დაიწევს, ხო?
ხო, ჩავწეროთ ესე იგი P1 V1 T1-ზე უდრის P2 V2 T2-ზე. P1 არის P0-ის ტოლი, V1 არის S-ი L-ზე, T1, ნუ ვიცით. P2 არის P0 პლუს MG შეფარდებული S-ზე, S-ი გამრავლებული LX-ზე, შეფარდებული T2-ზე. აქ S-ები გაიკვეცება და ჩვენ შეგვიძლია LX-ი ვიპოვოთ. LX-ი იქნება T2 გაყოფილი T1-ზე, P0 L-ზე შეფარდებული P0 პლუს MG შეფარდებული S-ზე. ნუ ახლა ეს რო ყველაფერი გამოვთვალოთ, რა თქმა უნდა, ერთ და იგივე სისტემაში უნდა მოვიყვანოთ. მოდით სისტემაში ჩავწეროთ ეს ყველაფერი. ეს L-ი, რომელიც იყო 60 სანტიმეტრი, ეს არის 0.6 მეტრი. ნუ მასა სისტემაში გვაქვს, აი ეს ფართობი არის 100 სანტიმეტრი კვადრატი, ეს არის 100 10-ის მინუს მეოთხე ხარისხად მეტრ კვადრატი. ხო, და ნუ P0 ატმოსფერული წნევა დაახლოებით 10-ის მეხუთე ნიუტონი გაყოფილი მეტრ კვადრატის ტოლია. აი ამ LX გამოვთვლით, როგორც გითხარი და მე აი რამდენითაც გადაინაცვლებს, აი ამ ფორმულიდან დავადგენთ. კარგით, ეხლა 39 ამოცანა. ერთი ბოლოდან დახშული 3L სიგრძის მილი მოთავსებულია ვერტიკალურად ღია ბოლოთის ზევით. მილის ქვედა ნაწილში L სიგრძის ჰაერის სვეტია, რომელიც ჩაკეტილია 2L სიგრძის ვერცხლისწყლის სვეტით. რა ტემპერატურამდე უნდა გავათვალოთ ჰაერი მილში, რომ ვერცხლისწყლის ნახევარი გადმოიღვაროს? მილში ჰაერის ტემპერატურაა 27 გრადუს ცელსიუსი, ატმოსფერული წნევა L მილიმეტრი ვერცხლის სვეტის ტოლია. კაი, მოცემულია, რომ სიგრძე, აი მილის სიგრძე არის 3L, ვერცხლისწყლის სვეტის სიმაღლე არის L, ატმოსფერული წნევა P0 არის L, საწყისი ტემპერატურა T1 არის 27 გრადუს ცელსიუსი და რა ტემპერატურამდე უნდა გავაცხელოთ T2 რისი ტოლი უნდა იყოს, რომ ნახევარი ვერცხლისწყლისა გადმოიღვაროს. ხო, დავხატოთ სურათი, ესე იგი ღია ბოლოთის ზევით არის. ეს არის ჩვენი მილი, აი ღია ბოლოთის ზევით არის და მილის სიგრძე არის 3L. აი აქედან აქამდე არის 3L. ჰაერის სვეტის სიგრძე L სიგრძის ჰაერის სვეტია. ესე იგი, აი აქ არის, ესე იგი, ჰაერის სვეტი, აი აქ ჰაერი არის, აი ეს ვერცხლისწყლით არის ავსებული. ეს L-ი არის. ხო, და მე ამას რო გავაცხელებთ, აქ წნევა გაიზრდება, მიაწვება იმას და ესე იგი ნაწილი ვერცხლისწყლისა გადმოიღრება. დავხატოთ ესე იგი ეს სურათი. ესე იგი 3L-ის, ესე იგი 1/9 L-ი დარჩება. 1.5 L-ის ვერცხლისწყალი დარჩება ამაში. ხო, ნუ ცხადია, ჰაერის სვეტის სიმაღლე გაიზრდება. ხო, აი აქ მე მქონდა აი ეს A-შით ეს მქონდა აღნიშნული, ქვევით A-ში უდრის აი ამ L-ს, აი აქ არის ეგა. აი აქ ჰაერი არის. ნუ ცხადია ისე დავწერთ, რომ P1, V1 შეფარდებული T1-ზე უდრის P2, V2 გაყოფილი T2-ზე. ამას ვწერთ აი აქ ყოფი ჰაერისთვის. მოდი ჯერ დავადგინოთ, რა წნევის ქვეშ იყო ეს ჰაერი. ამისათვის ჩვენ აი ეს დონე ქვედა გამყოფი ვერცხლისწყალსა და ჰაერის შორის რადგან წონასწორობაშია, ქვევიდან წნევა, ზევიდან წნევის ტოლია. ქვევიდან წნევა არის P1,
ზევიდან წნევა არის ატმოსფერული პლუს ρ-ჟ ვერცხლის სვეტის სიმაღლე 3L. კარგი, V პირველი ეს არის S გამრავლებული L-ზე. ნუ T პირველი 27 გრადუს ცელსიუსი რო არის, T პირველი ეს არის 27 პლუს 273. ნუ გამოვა 300 კელვინი. ეხლა მეორე მდგომარეობაში აი ეს დონე არის გაჩერებული. ქვევიდან ამას აწვება P2, P2 იქნება იმ წნევის ტოლი, რომელიც ზევიდან აწვება ამ დონეს. ეს არის ატმოსფერული წნევა P0 პლუს ρ-ჟ 1.5L, იმიტომ რომ ნახევარი გადმოღროილი არის. ეხლა რაც შეეხება მოცულობას V2, V2 იყო S თავიდან L-ს დაემატა 1.5L. ანუ ეს დაიწერება S 2.5 S გამრავლებული L-ზე. შევიტანოთ ყველაფერი ეს იგი აი ამ ფორმულაში გვექნება. ხო, ნუ ამის გარდა ჩვენ ვიცით რომ P0 არის ρ-ჟ L-იო, იმიტომ რომ ატმოსფერული წნევა L-ის ტოლი არისო. ეხლა ესეც რომ შევიტანოთ P პირველში და P მეორეში, აი ნუ შეგვიძლია შევიტანოთ P პირველში და P მეორეში. აი P პირველი ეს არის P0 პლუს ρ-ჟ 3L, ამიტომ P პირველი იქნება ρ-ჟ 4L, ხოლო P მეორე იქნება ნახეთ ρ-ჟ 2.5L, ρ-ჟ 2.5L. კარგი, შევიტანოთ ყველაფერი აი ამ განტოლებაში. P პირველი არის ρ-ჟ 4L, V პირველი არის S გამრავლებული L-ზე, შეფარდებული T პირველზე, ეს უდრის P მეორე არის ρ-ჟ 2.5L გამრავლებული S 2.5L-ზე, შეფარდებული T2-ზე. ნუ როჟესთან გაიკვეცება, S-თან გაიკვეცება, SL კვადრატი და SL კვადრატი გაიკვეცება და T2 გამოგვივა 2.5 კვადრატში გაყოფილი 4-ზე T პირველზე. ნუ ეს არის 6.25, ესე იგი T2 იქნება 6.25 გაყოფილი 4-ზე T1-ზე. ნუ ამ რიცხვს გამოთვლით. მე-40 ამოცანა. რეზინის ბუშტში 2 ლიტრი ჰაერია 20 გრადუს ცელსიუსის ტემპერატურისა და ნორმალური წნევის პირობებში. რა მოცულობას დაიკავებს ჰაერი თუ ბუშტს წყალში ჩაუშვებთ 13.16 მეტრზე, წყლის ტემპერატურა 4 გრადუს ცელსიუსია. ნუ აქ ჩავწერო ჯერ მოცემულობა, რეზინის ბუშტი არის, რომლის მოცულობა არის 2 ლიტრი, ტემპერატურა შიგნით მყოფი ჰაერის არის 20 გრადუს ცელსიუსი და წნევა არის ნორმალური ატმოსფერული წნევის ტოლი, ეს P პირველი. და მერე ჩვენ ჩაუშვით აი ესეთ სიღრმეზე 13.16 მეტრზე ჩაუშვით და ტემპერატურა წყლისა T2 არისო 4 გრადუს ცელსიუსიო. და რა მოცულობას დაიკავებსო, ეს V პირველი არის, რა მოცულობას დაიკავებს ბუშტიო. ნუ ეს წყლის ზედაპირი არის, ეს თქვათ ფსკერი არის, ფსკერს ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა. აი ბუშტი ჩაუშვით აი ესეთ სიღრმეზე 13.16-ზე. მაგრამ თავიდან გარეთ იყო. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია დავწეროთ P1, V1, T1-ზე არის P2, V2, T2-ზე. ნუ რაც შეეხება T პირველს, ეგ არის 20 გრადუს პლუს 273 არის 293 გრადუს კელვინი, T2 არის 4 პლუს 273 277 გრადუს კელვინი.
საწყისი წნევა ვიცით რომ არის ატმოსფერული წნევის ტოლი და ეხლა საბოლოო წნევა ვნახოთ ამ მდგომარეობაში. ეხლა ამ მდგომარეობაში შიგნიდან წნევა და გარედან წნევა ერთმანეთის ტოლია. ამიტომ P2 იქნება ბურთს აწვება ატმოსფერო პლუს აი ეს სვეტის აი ამ H სვეტის წყალი. P0 პლუს რო წყლისა ეს წყლის სიმკვრივე არის G-H. შევიტანოთ ამ ყველაფერი, ესე იგი P0 V პირველი შეფარდებული T პირველზე, ეს არის P2 V2 შეფარდებული T2-ზე. აქედან V2 იქნება P0 V პირველი T2 გაყოფილი P2 T1-ზე. ნუ ახლა აქ რო შევიყონოთ ეს P0 V პირველი T მეორე, P2 არის P0 პლუს რო წყლისა G-H გამრავლებული T პირველზე. აი აქენ დავადგენთ რა მოცულობას, ნუ ლიტრებში დაიკავებს ეს ჰაერი. ეხლა 51 ამოცანა. აირი გადაყვანილია პირველი მდგომარეობიდან მეორე მდგომარეობაში. როგორ და რამდენჯერ შეიცვლება აირის ტემპერატურა. ესე იგი აქ სურათი არის მოცემული, მოდით გადავხატოთ ესე იგი სურათი. აი აქ არის ესე იგი წნევის დამოკიდებულება მოცულობაზე. აი პირველი მდგომარეობა არის აქ არის პირველი მდგომარეობა. აი შეხედეთ, აქ არის V პირველია. ეს არის P პირველი და მეორე მდგომარეობა სადღაც აქ არის. ესე იგი აქ გვეუბნებიან რომ წნევა ორჯერ P პირველის ტოლია, მოცულობა არის 0.2 V პირველი. აი ესეთნაირად გადავიდა აირი. ეს იყო პირველი მდგომარეობა, ეს არის მეორე მდგომარეობა. როგორ და რამდენჯერ შეიცვლება ტემპერატურა. ნუ აქ ვწერთ P1 V1 T1-ზე უდრის P2 V2 T2-ზე. T2-ის T1-თან შეფარდება ტოლი არის P2 V2 გაყოფილი P1 V1-ზე. P2 არის ორჯერ P1, V2 არის 0.2 V1. ნუ აქ არის P1 V1. P1 P1-თან გაიკვეცება, ეს ამასთან, ეს გამოვა 0.4. ამიტომ T2 იქნება 0.4 T1-ის ტოლი. 52 ამოცანა. არა, 52 ამოცანა. აირი გადაყვანილია პირველი მდგომარეობიდან მეორე მდგომარეობაში. როგორ და რამდენჯერ შეიცვალა აირის მოცულობა. აქ VT დიაგრამა არის მოცემული. აი, დავხატოთ, ესე იგი, აქ არის V, აქ არის T და აი პირველი მდგომარეობაში ტემპერატურა T პირველი იყო, მოცულობა იყო V პირველი, აი მეორე მდგომარეობაში ტემპერატურა არის 0.2 T პირველი, მოცულობა არის ორჯერ V პირველი. ეს იყო პირველი მდგომარეობა, ეს მეორე, აი აირი გადაიყვანეს აი ესეთნაირად პირველი მდგომარეობიდან მეორეში. ისევ P1 V1 T1-ზე არის P2 V2 T2-ზე. და აქ გვეკითხებიან რომ ბოდიში მე მგონი გადავახტი ამოცანას. მე ეს გავაკეთე 52 ამოცანა არა, ეს არის 53 ამოცანა, 52-ს შემდეგ გავაკეთე. აქ გვეკითხებიან როგორ შეიცვალა წნევა. აი ამ ეს არის 53.
ნუ წნევის ცვლილება P2 გაყოფილი P1-ზე უდრის, ესე იგი P1 V1 T2 გაყოფილი ესე იგი T1 V2 ხო აქ P1 აღარ უნდა P2 P1-თან V1 T2 T1 V2-ზე ესე იგი V1 T2 არის 0.2 T1 აქ ისევ T1 V2 არის 2-ჯერ V1 V1 V1-თან გაიკვეცება T1 T1-თან და ეს გამოვა 0.1 ამიტომ P2 P1-ზე არის 0.1 აი ახლა არის 42 ამოცანა აირი გადაყვანილია აქ სხვა დიაგრამა არის ესე იგი აქ არის PT დიაგრამა დახატული აქ არის T აქ არის P აი პირველ მდგომარეობაში ცუდად ჩანს ხო მაგრამ ეს მეორე მდგომარეობა აი პირველი მდგომარეობაში ჩვენ გვაქვს P1 ტემპერატურა არის T1 შემდეგ მეორე მდგომარეობაში ტემპერატურა არის 4 T1 ხოლო წნევა არის ნუ აქ ნუ 0.5-ია თუ რაღაც არ ჩანს კარგად 0.5 იყოს თქვა P1 ეხლა აი აქედან ესე წამოიყვანეს აქ გვეკითხებიან მოცულობა როგორ შეიცვალა ნუ P1 V1 T1-ზე არის P2 V2 T2-ზე ამიტომ ესე იგი V2 V1-ზე იქნება P1 T2 შეფარდებული P2 T1-ზე P1 4 T1 შეფარდებული P2 არის ნუ 0.5 P1 T1-ზე ესენი იკვეცება 4 გაყოფილი 0.5-ზე ნუ ესე იგი 8 გამოვა ახლა 44 აირი, რომლის მოცულობა იყო 0.5 ლიტრი და წნევა 1 ატმოსფერო, იზობარულად გაფართოვდა 2 ლიტრ მოცულობამდე. შემდეგ იზოთერმულად შეიკუმშა 0.5 ლიტრ მოცულობამდე და ბოლოს იზოქორულად დაუბრუნდა საწყის მდგომარეობას. დაახაზეთ ამ პროცესისათვის PV დამოკიდებულების გრაფიკი. ჩავწეროთ, ესე იგი, პირველი მდგომარეობა იყო V1 იყო 0.5 ლიტრი, წნევა P1 იყო 1 ატმოსფერო და მერე იზობარულად, ესე იგი, აქ იყო P იყო კონსტანტა, გადაიყვანეს გაფართოვდა 2 ლიტრ მოცულობამდე. ესე იგი, V2 გახდა 2 ლიტრი. ხო, ნუ ახლა აქ ტემპერატურაც შეიცვლებოდა. შემდეგ იზოთერმულად, ეს იყო მეორე მდგომარეობა. შემდეგ იზოთერმული პროცესია, აქ უკვე ტემპერატურა არის კონსტანტა, იზოთერმულად გადაიყვანეს V3 უდრის, ესე იგი 0.5 ლიტრა მოცულობამდე. შემდეგ ეს არის მესამე მდგომარეობა და შემდეგ იზობარულად, ესე იგი P არის კონსტანტა. მოცულობდა ბოლოს იზოქორულად დაუბრუნდა საწყის მდგომარეობას. ისევ გადავახტი რაღაცა პირობას, ესე იგი მოდ კიდევ ერთხელ ვადევნებ თვალყურს, რომლის მოცულობა 0.5 ლიტრი იყო და წნევა 1 ატმოსფერო, იზობარულად გაფართოვდა 2 ლიტრ მოცულობამდე.
კი ბატონო, შემდეგ იზოთერმულად შეიკუმშა 0.5 ლიტრ მოცულობამდე და ბოლოს იზოქორულად ბოდიში, ეს იგი აქ V არის კონსტანტა, დაუბრუნდა საწყის მდგომარეობას. ისე ვთქვათ, პირველ მდგომარეობაში მოვიდა. დახაზეთ ამ პროცესისთვის PV დამოკიდებულების გრაფიკი. ესე იგი, მოდით აქ იყოს P გადაზომილი, აქ იყოს V, აქ არის წნევა, აქ არის მოცულობა. წარმოვიდგინოთ, რომ ეს ისე რა ქვია, თითო ატმოსფერო არის, ესე იგი, თქვათ, ეს დანაყოფი, ეს არის 1 ატმოსფერო, 2, თქვათ, ეს 3 ატმოსფერო. მოცულობები იყოს ესე რა, ეს არის, თქვათ, 9 ლიტრი, ეს არის 1 ლიტრი, ეს 9 ლიტრი, 1 ლიტრი, ეს არის 1/9, ეს არის 2 ლიტრი. თქვათ, ნახოთ თუ გვეყოფა ესა. ხო, თავიდან ესე იგი წნევა იყო 1 ატმოსფერო და მოცულობა იყო 1 ატმოსფერო. ეს არის პირველი წერტილი. ესე იგი, შემდეგ წნევის უცვლელად მივიდა, ესე იგი, 2 ლიტრ მოცულობამდე. რადგან წნევა არ იცვლება, 2 ლიტრ მოცულობამდე მივიდა, ესე იგი, ეს არის მეორე მდგომარეობა. ეს არის მეორე მდგომარეობა. შემდეგ იზოთერმულად შეიკუმშა 0.5 ლიტრ მოცულობამდე. იზოთერმა PV დიაგრამაზე ვიცით რომ ის არის ჰიპერბოლა არის. მოვიდა 0.5 ლიტრ მოცულობამდე. და მე ეს დაბრუნდა იზოქორულად საწყის მდგომარეობაში. ესეთი დიაგრამა იქნება. აქ ერთადერთი ჩვენ გვაინტერესებს ეს წერტილი. მესამე წერტილში, აქა. ეს არის პირველი მდგომარეობა, ეს არის მეორე მდგომარეობა, ეს არის მესამე მდგომარეობა. ჩვენ აქ გვაინტერესებს მესამე მდგომარეობაში რა წნევა ექნება. ეხლა ამისათვის ჩვენ შეგვიძლია დავწეროთ ესე იგი მეორე მდგომარეობიდან მესამე მდგომარეობაში გადასვლის პროცესი, აქ რადგან იზოთერმული პროცესი იყო, შეგვიძლია დავწეროთ, რომ P2 V2 ეს არის P3 V3. P2 არის იგივე რაც პირველი, ესე იგი 1 ატმოსფერო, V2 არის 2, P3 არის, ესე იგი, უცნობი P3, ეს არის 0.5. ასე რომ P3 გამოვა 2 გაყოფილი 0.5-ზე, ეს გამოვა 4 სტოლი. ასე რომ ეს წნევა, აქ ამ წერტილში იქნება 4 ატმოსფეროს სტოლი. ეს დავადგინეთ.